ჯასტინ ბიბერისთვის მარტის თვე ერთობ ტრაგიკულად დაიწყო. ჯერ იყო და პირველში 19 წლის იუბილეზე მრავალგვარი ინციდენტი გადახდა თავს. მისი მეგობრების კლუბში არ შეშვებიდან დაწყებული ამხანაგის დაჯარიმებით დამთავრებული. თუმცა შემსრულებელმა ეს პრობლემები როგორც იქნა მოინელა, წინ კი თურმე უარესი ელოდა. თინეიჯერების საყვარელი ვარსკვლავი ბრიტანეთის მთავრობამ, კერძოდ კი გრინვიჩის ხელმძღვანელობამ მთელი $450,000 დააჯარიმა. მიზეზი ერთობ უწყინარად გამოიყურება, მაგრამ რად გინდა. შემსრულებელს კონცერტის გაგრძელების გამო ჯარიმის გადახდა მოუწევს. მისი კონცერტი ლონდონის O2 არენაზე საღამოს 11 საათამდე უნდა დასრულებულიყო, მაგრამ გამოსვლა 12-ის ნახევრამდე გაგრძელდა. საქმე იმაშია, რომ პოპსტარის გამოსვლა საღამოს 8-ზე იყო დაგეგმილი. ჯასტინმა კი რატომღაც დაგვიანება გადაწყვიტა და O2 არენაზე 10 საათისკენ გამოჩნდა. რა თქმა უნდა, ამან მის თაყვანისმცემლებში დიდი აჟიოტაჟი და შეძახილები გამოიწვია. თუმცა მომღერალმა კონცერტი მაინც გამართა და სცენა ზუსტად 12-ის ნახევარზე დატოვა. როგორც მის მოსასმენად შეკრებილი თინეიჯერების მშობლები ამბობენ, მეტროსათვის მისასწრებად ნამდვილი მარათონის გარბენა მოუწიათ. რაც შეეხება ჯასტინის განცხადებას, შემსრულებელმა ნამდვილი სულის შემძვრელი სიტყვები დაპოსტა და ფანებს გული აუჩუღა. ჩემ გარშემო გავრცელებულ ხმებს თითქოს უგულო ადამიანი ვარ და ნებისმიერი გოგონა, რომელიც ჩემ გვერდით დგას რაიმე ივენზე, ჩემი გერლფრენდია, ჩემი საქმისა და სამსახურის ნაწილად აღვიქვა. ხან ჯარიმებზე საუბრობენ, ხანაც კი ის უკვირთ, რომ 2 საათიანი კონცერტის შემდეგ კლუბში სველი მაისურით მივდივარ. თუმცა ვიცი, რომ ჩემი თაყვანისმცემლები მაფასებენ და ვუყვარ ვარ, ეს მთავარია. მე მუსიკის შექმნას, სიმღერას და ცეკვას აუცილებლად გავაგრძელებ. მოკლედ, ჯასტინი ცდილობს ყველაფერს უფრო პოზიტიურად მიუდგეს და არც მის გარშემო ატეხილი ხმაურის გამო აპირებს თავის მოკვლას. მაგრამ ალბათ არც იმაში გეპარებათ ეჭვი, რომ თვით ბიბერის მსგავსი შემოსავლების მქონე ადამიანისთვისაც $450,000 საკმაოდ დიდი თანხაა და საეჭვო ის ჯარიმის ფურცლის დანახვისას ძალიან გაბედნიერებულიყო. კულტურის სფეროს წარმომადგენლების პოლიტიკაში წასვლა მხოლოდ ქართული ჭირი არაა. ამას თუნდაც არნოლდ შვარცენეგერის მაგალითი მოწმობს. მსახიობები და მომღერლები არც სოციალურ თუ პოლიტიკურ თემატიკაზე კომენტარის გაკეთებას ერიდებიან და ყოველთვის აქტიურად განიხილავენ მიმდინარე მოვლენებს. ამჯერად განცხადებებით რეჟისორი ოლივერ სტოუნი და შონ პენი გამოვიდნენ. ჰოლივუდის ერთობ გამორჩეული და ცნობილი წევრები უგო ჩავესის გარდაცვალებას გლოვობენ. თავის დროზე ოლივერ სტოუნმა უგო ჩავესი თავის დოკუმენტური ფილმისათვის ჩაწერა. სწორედ აქედან დაიწყო მათ შორის ახლო მეგობრობა. მე მსოფლიოს უდიდესი გმირის გარდაცვალებას ვგლოვობ. ის იმ ადამიანების გმირი იყო, რომლებიც ქვეყნისა და თავისუფლებისათვის იბრძოდნენ. არანაკლები სენტიმენტალიზმით იყო გაჯერებული შონ პენის პოსტიც. მსოფლიოს ყველა გაჭირვებულმა ადამიანმა ჩემპიონი დაკარგა. მათ არც კი იცოდნენ, რომ ასეთი მეგობარი ჰყავდათ. ვენესუელა და მისი რევოლუცია ახლა ვიცე-პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს მმართველობით გააგრძელებს ცხოვრებას, ამბობს პენი. მამის გარდაცვალების შესახებ დაპოსტა უგო ჩავესის 28 წლის შვილმა მარია გაბრიელამ. მან თანადგომისათვის ყველას მადლობა გადაუხადა. ვენესუელას მმართველის ბოლო ფოტო, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა, სწორედაც რომ შვილებთან ერთადაა გადაღებული. პრეზიდენტი პალატაში წევს. ვერც კი მისი ქალიშვილები მარია და როზა უმშვენებენ. ჩავესმა რამდენიმე კვირის წინ სერიოზული ოპერაცია გადაიტანა. ის წლების განმავლობაში ებრძოდა სიმსივნეს, თუმცა მისი მკურნალობის ბოლო მაინც ფატალური აღმოჩნდა. კრისტენ სტიუარტს მეტი გზა მაინც არ აქვს. თვაილაითის ვარსკვლავი მარტოა. მისი ექს-ბოიფრენდი ავსტრალიაში იმყოფება. მათ შორის ურთიერთობის აღდგენაში კი უკვე ყველას ეჭვი ეპარება. კრისტენი ცდილობს ახალი რომანი წამოიწყოს, თანაც ვისთან? კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორის, კუნთმაგარი ძია არნოლდის ვაჟთან, პატრიკ შვარცენეგერთან. პატრიკი და კრისტენი ერთმანეთს ტეილორ ლოტნერის დაბადების დღეზე შეხვდნენ. როგორც ტაბლოიდი სანი ამტკიცებს, მათ შორის გაბმული რომანტიკული ძაფები ყველამ კარგად შენიშნა. 19 წლის შვარცენეგერი და 22 წლის სტიუარტი მთელი საღამოს განმავლობაში საუბრობდნენ. გარშემომყოფებს დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ და როგორც თვითმხილველები ამბობენ, იმდენად ვნებიანად შესქეროდნენ ერთმანეთს, ისიც კი ვურჩიათ იქნება და სასტუმროს ნომერში განმარტოვებულიყავითო. რამდენად გაითვალისწინა წყვილმა რჩევა, ამას ვერ გეტყვით, თუმცა ინტერნეტში ამ ინფორმაციის გაჟონვისთანავე ტაბლოიდები ორ ნაწილად დაიყვნენ. ერთნი ამტკიცებენ, რომ კრისტენი ჯერ ისევ დეპრესიაშია და რობერტის გარდა სხვა კაცის დანახვაც კი არ სურს. მეორენი კი სტარის ინფორმაციას ადასტურებენ და გოგონას ახალ რომანზე საუბრობენ. პრინციპში, რადგანაც ჯერჯერობით არც ერთ გამოცემას მათი ერთობლივი ფოტო არ დაუბეჭდავს, შეგვიძლია თავისუფლად ვივარაუდოთ, რომ საქმე ბინდის სტარის გარშემო ადეხილ მორიგ ბლეფთან გვაქვს. თუმცა სტიუარტის ახალი რომანი ჩვენ მხოლოდ გაგვიხარდება. თორემ ბოლო პერიოდში მის შესახებ ან ის გვესმის, რომ დღეებს წირილსა და გოდებაში ატარებს, ან და ის, რომ ყოფილი მეგობარი მამაკაცის საცვლების გახდაზე კატეგორიულ უარს აცხადებს.
ტომ კრუზისა და კეიტი ჰოლმსის თემა აქტუალობას არ კარგავს. ტაბლოიდები განსაკუთრებით მათი ქალიშვილით სურით ინტერესდებიან. ყვირა არ გავა ისე, რომ ბავშვის შესახებ რომელიმე ყვითელ გამოცემაში ახალი ჭორი არ დაიბეჭდეს. ამჯერად თემა ისევ 6 წლის გოგონას გატაცებაა. როგორც ირკვევა, კეიტი ჰოლმსი რამდენიმე დღის წინ სრულ ისტერიკაში ჩავარდა, როდესაც ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში შოპინგის დროს აღმოაჩინა, რომ შვილი გვერდით არ ჰყავდა. კეიტიმ დიდი ნერვიულობის, ისტერიკისა და ძევნის შემდეგ ბავშვს როგორც იქნა მიაგნო. გაირკვა, რომ ის უბრალოდ ხალხის მასას შეერია. მას არც ტერორისტები დასხმიან თავს და არც რაიმე მსგავსი ინციდენტი არ მომხდარა. ყველაფერი ჰოლმსის უყურადღებობის ბრალია. ამის გამგონე ტომმა გადაწყვიტა შვილს დაცვა დაუქირაოს. მეუღლესთან დაშორების შემდეგ კეიტიმ პირადი მძღოლიც კი გაათავისუფლა და შვილის მარტო აღზრდა გადაწყვიტა. ყველაფერი მისი ფინანსური მდგომარეობის ბრალია. ქალი ხომ ქმართან გაყრის შემდეგ ლამის ნულზე დარჩა. ტომი ექს-მეუღლეს სასაცილო ალიმენტს უხდის, თუმცა ამ თემაზე არც კეიტი გამოხატავს პრეტენზიას. რამდენიმე დღის წინ კი პრესაში გამოჩნდა სურათები, რომლებზეც სური ძიძასთან ერთადაა გადაღებული. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს გოგონა სური არ გახლავთ. ნამდვილი სური თავის ნამდვილ ძიძასთან ერთად იყო, შემდეგ კი ბავშვი უკვე კეიტისთან აღმოჩნდა. ამ ყველაფერს მოჰყვა ხმები, რომლის მიხედვითაც ჰოლმსმა შვილის დასაცავად პატარას ორეული იპოვა. თავად კეიტი ამ ჭორებმა იმდენად გააღიზიანა, რომ განცხადება გააკეთა და ჟურნალისტებს მიმართა. მსგავსი სისულელეების წერა შეეშვენ. არაფერია იმაში ცუდი თუ სურის სტილს ვინმე მისი თანატოლი ბაძავს. ზუსტად მსგავს სამოსში მეორე გოგონას გამოჩენა კი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ უმცროსი კრუზის დედას პარანოია აქვს და ბავშვების თანატოლებს ქირაოს, რათა ქალიშვილის უსაფრთხოება უზრუნველყოს. ეს კეიტის წარმომადგენლების სიტყვებია. თუმცა ფაქტია, რომ სურის დაცვა აშკარად ესაჭიროება. ჰოლმსი როგორც ჩანს, მაინც და მაინც ყურადღებიანობით არ გამოირჩევა. წინააღმდეგ შემთხვევაში შვილს სავაჭრო ცენტრში არ დაკარგავდა. და არც ტომს გაუჩნდებოდა იმისი სურვილი ბავშვისათვის დაცვა ექირავებინა. თამარ გვერდწითელი ან ფრიდა კალოს ეჯიბრება, ან და ბრიტანეთის მონარქს. წარმოშობით ქართველი რუსეთში მოღვაწე შემსრულებელი რამდენიმე დღის წინ მასმედიისა და ერთ-ერთი წვეულების დამსწრეების სრული შოკის მიზეზი გახდა. ქალბატონმა თამარმა ვიაჩესლავ ზაიცევის 75 წლის იუბილეზე ერთობ ორიგინალური ქუდი შეარჩია და ფერადი კაბად შეუხამა. ვერ ვიტყვით, რომ მოდის კრიტიკოსები მის აღკაზმულობას მაინც და მაინც აღფრთოვანებით შეხვდნენ. თუმცა ფაქტია, რომ გვერდწითელი მეორე დღეს რუსული ტაბლოიდების პირველ გვერდზე ადგილს არავის უთმობდა.